98 წელი იყო და ძალიან გვინდოდა გაგვეკეთებინა დამოუკიდებელი მედია თბილისში. მაგრამ მაშინ იყო ძალიან კორუფციული პერიოდი. ითხოვდნენ ძალიან მაღალ თანხებს იმისათვის, რომ ლიცენზია მოგვეპოვებინა დედაქალაქში და მე ვიფიქრეთ, რომ აი საათ გავაკეთოთ ეს ამბავი და რადგან ნახევარი დამფუძნებლები ვიყავით კახეთიდან, გადავწყვიტეთ, რომ კახეთში წავსულ ვიყავით და იქ გაგვეკეთებინა რადიო ლაგოდეხში. ანუ ერთის მხრივ ჩვენ მივაწვდენდით სიგნალს ჰერელებს, ასე ვთქვათ, ჰერეთის ძველ ტერიტორიას, ეგრეთ წოდებულ საინგილოს, სადაც ჩვენი ხმა იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის, იმიტომ რომ საერთოდ იქ დამოუკიდებელი მედია კი არა, მედია არ შედიოდა ქართული. და მეორე მხრივ კახეთისთვის იქნებოდა ერთგვარი პლატფორმა, სადაც ადამიანები მიიღებდნენ დამოუკიდებელ, დაბალანსებულ, ობიექტურ ახალ ამბებს. მანამდე გამოუშვით, სანამ რადიო, ასე ვთქვათ, ჩაირთვებოდა 5 ნომერი გაზეთი უფასოდ, ახალი ჰერეთი ერქვა და ეს არალეგალურად გადაგქონდა აზერბაიჯანში და ურიგებდით იქ ქართველებს, ჰერელებს და ესე ვაწოდებდით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, აი ამ გაზეთის საშუალებით ქონდა რაღაც $2500, რომელიც მამამ მომცა და იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა ჩემი საქმე, იმ პერიოდში ჩავაბარე ზუსტად სარეჟისოროზე და ვიყავ აუდიოვიზუალური წარმოების მენეჯერი ვარ პროფესიით და დავიწყე მოკლედ ჰერეთის გაკეთება კახეთში. 2 წელი იყო საკმაოდ არასტაბილური, იმიტომ რომ არ იყო ელექტროენერგია, არ იყო არაფერი, ტექნიკა, ძველი საბჭოთა მიქსერებით გავდიოდით ეთერში და ეგრეთ წოდებული კასეტნიკი მაგნიტოფონით ხანდახან ხელით რო ახო კასეტებს და იქ რო ჩაიხვია და ამ დროს უნდა მიაქციო ყურადღება. ფაქტობრივად 24 საათი მე და ჩემი თანამშრომლები ცხოვრობდით რადიოში. ამის შემდეგ უკვე ძალიან ჩვენმა ბევრმა მეგობარმა გითხრა რომ რა სწავლობთ. არსებობს ესეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, ფონდები, რომლებიც ეხმარებიან დამოუკიდებელ მედიას, არსებობს სხვადასხვა ტიპის პროექტები და მოდი ხო არ ცდით, რომ შეიტანოთ პროექტი რომელიმე ფონდში. მართლაც იმ პერიოდში ღია კარისძე გამოაცხადა, მაშინ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იყო, ეხა ევროპის ფონდია და მივედით იდეით, რომ ჩვენ გვაქვს მაუწყებლობა და გვინდა რომ გავაკეთოთ საინფორმაციო გამოშვებები უფრო ინტენსიურად, ავიყვანოთ კორესპონდენტები ყველა მუნიციპალიტეტში, გავაკეთოთ ჩვენი ახალი ამბები ყოველ საათში. ინგლისურად უნდა შევიტანოთ პროექტი, ინგლისური არ ვიცით, მაშინ გარკვევაში არ ვასრულებთ სიტყვის მნიშვნელობით მაშინ იმ პერიოდში. დავწერეთ პროექტი, გადავეთარგმნით, გადავიხადეთ $75 ამ თარგმანში და შევიტანეთ. პროექტის მენეჯერმა ჩახედა ყველაფერს და თქვა, რომ ეს თანხაო, რაც მოთხოვნილი გაქვთ $22000-ო, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ გეყოფათ და ჩვენ იმას გადავხდით და და გადავწყვიტეთ, რომ იმ ხელა ამბიციური პროექტია და ისეთი კარგი, ასე ვთქვათ, პასუხები მოგვეცით, ახლა დაგვარწმუნეთ ამ პროექტის რეალობაშიო, რომ $5000 კიდე დაგიმატოთ თოზეიდან და $29000 მოგვცეს, ეს არის 2000 წელი და ჩვენ იქიდან გამოვედით, ვერ გეტყვი როგორი ყვირილით, ასე ვთქვათ. ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ, 3 ხელისუფლება შეიცვალა, ხო, ამ პერიოდში. შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის, ეხანდელი ქართული ოცნება. მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო სხვადასხვა ეტაპები, არჩევნები, ძალიან მნიშვნელოვანი თემები, როცა ჩვენი კორესპონდენტები ჩადიოდნენ ადგილზე, განსაკუთრებით ეთნიკურ უბნებზე, სადაც იყო ძალიან დაძაბულობა, მათ შორის პანკიში, მათ შორის კაბალში. მათ შორის ხდებოდნენ ჩვენს კორესპონდენტებს სახლთან, აშინებდნენ ჩვენი საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ყველაზე მნიშვნელოვანი დროს, როცა უკვე უნდა დაეგეგმა ახალი ამბები არჩევნების დღეს, საკუთარმა ძმამ ჩაკეტა სახლში. კრიტიკული მედია არც ერთ ხელისუფლებას არ სიამოვნებს და მათ შორის დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც ქმნის არა პირდაპირ ესეთ პრობლემებს, რომელსაც ქმნიდა წასული ხელისუფლებები, ხო? არამედ ცდილობს მედია ბაზრის დასუსტებას სარეკლამო მიმართულებით და გნებავთ საერთაშორისო მიმართულებით, სადაც საიდანაც გრანტები ედინებოდა, რომ დამოუკიდებელი მედია, ასე ვთქვათ, იკვებოს და თავი გადაიჩინოს და შექმნას რაღაცა ახალი პროდუქტები. ჰერეთიდან დავიწყეთ 2015 წელს უკვე შემოვედით თბილისში, რადიო თბილისის სახით და 2019 წლიდან გავუშვით ბათუმში კიდე ერთი რადიო მაუწყებლობა, რადიო ციტრუსი,
რომელიც ასევე ეთერში. ანუ დღეს ჩვენი ჰოლდინგი წარმოდგენილია 3 რადიო სადგურით და სამივე არის განსხვავებული და რატო? იმიტომ რომ რეგიონებია განსხვავებული, ხო? ანუ კახეთი, აჭარა, სადაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო დამოუკიდებელი რადიო სადგურის შესვლა, იმიტომ რომ არ იყო აქამდე იქ დამოუკიდებელი რადიო და რა თქმა უნდა რადიო თბილისი. მე ვარ რამა სამხარაძე, მედია მენეჯერი, რომელიც ცდილობს გახადოს მედია გარემო უკეთესი. ეს არის ჩვენი რადიო თბილისი 935. ეს ჩვენი ლოგო, რომელიც ასოცირდება სითბოსთან, მზესთან. აქ არის ნომერ პირველი ამერიკის აგენტის, ანუ ჩემი სამფლობელო, ჩემი ოთახი. ეს არის ჩემი ყველაზე პირველი სერტიფიკატი, რომელიც ავიღეთ 2002 წელს შეერთებულ შტატებში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამაში გავიმარჯვეთ მედია მენეჯმენტი და სადაც ამერიკულმა ხედვამ აბსოლუტურად შეცვალა ჩემი მსოფლმხედველობა მედია მენეჯმენტში და როგორ უნდა ამეწყო რადიო უფრო უკეთესად დავინახე ამერიკაში და ნახე არაერთი მედია კომპანიის, რადიო კომპანიის გამოცდილება. დანიშნულოვანი იყო 2015 წელს, როცა გავიმარჯვეთ ამერიკული IREX-ის პროექტის ფარგლებში და მე გადმომეცა საპატიო სერტიფიკატები, სადაც ამჟამადაც ვარ ამერიკის 2 შტატის მაუწყებელთა ასოციაციის საპატიო წევრი. გამოვყობ გერმანულ გამოცდილებას, BBC-ს გამოცდილება, BBC-ს ტრენინგები. ახლა გაჩვენებ ყველაზე მნიშვნელოვან სერტიფიკატს, რომელთაც ვამაყობს მთელი გუნდი, იმიტომ რომ ეს სერტიფიკატი მოგვენიჭა როგორც ყველაზე რთულ რეგიონში, ხო, ჩვენ საინგილოზეც გავდიოდით ეთერში და კახეთში მუშაობდით, ადამიანის უფლებათა საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ხშირად არის, როცა კახელი გლეხების ხმა და პროტესტი პირველად ისმის ხოლმე რადიო ჰერეთში. რადიო თბილისი მედია ჰოლდინგი ჰერეთი იყო პანდემიის დროს პირველი მედია საშუალება, ვინც გამოვიდა და თქვა, რომ აი პანდემია ყველას გვიჭირს და მოდი ვისაუბრობთ ამ პრობლემებზე და ჩვენ სრულიად უფასოდ გაგითმობთ დროს, უფასოდ მოგცემთ რეკლამას, იმიტომ რომ იმ პერიოდში ძალიან გაგვიჭირდა ყველას. იმისათვის რომ გადავრჩეთ ყველა ერთად, ჩვენ ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად გამოვედით 2 დღის წინ და ახლაც ვთავაზობთ, რომ გამოიყენოთ ჩვენი პლატფორმები თუ რამე საინფორმაციო მხარდაჭერა სჭირდებათ. ეს მომსახურება არის აბსოლუტურად უფასო. იდეაში ის განცხადება, რა განცხადება ჩვენ გავაკეთეთ, ასე ვთქვათ, ერთგვარი მაშული რგოლი ქართული ბიზნესის გადასარჩენად. 2015 წელს ჩვენ გავიმარჯვეთ IREX-ის მედიის პროგრამის ფარგლებში და ჩვენ დავპარტნიორდით იქ საკმაოდ მსხვილ მედია ჯგუფთან, ეს არის Cromwell ჯგუფი. იქ ამ რადიო ჯგუფის ხელმძღვანელმა გვიჩი ესეთი მაგარი იდეა. ჰერეთის პაკეტები გაკეთეთო სარეკლამო და რადიო თბილისი იგივე პაკეტებით სრულიად უფასოდ აჩუქეთო რაღაცა პერიოდის განმავლობაშიო რა. და ამ სტრატეგიამ გაამართლა. დავგეგმეთ რადიო თბილისი, რა უნდათ კონკრეტულად მძღოლებს რომ მიიღოთ ამ რადიო სადგურისგან. ეს არის ყველა დროის საუკეთესო მუსიკა, თანამედროვე ჰიტები, ახალი ჰიტები, ენერგიული მუსიკა, კლასიკური თანამედროვე კლასიკა, ერთგვარი სინთეზი, ანუ ჩვენი მაუწყებლობის ლიცენზიაც ასე გაიცა, რომ რადიოს ფორმატი უნდა ყოფილიყო მრავალფეროვანი. ჩვენთან არ გადის დიდი ხანია უცნობი, აღარ გადის მასტერი, აღარ გადის სოსო პავლიაშვილი კარგახანია, აღარ გადის თემურ თათარაშვილი, აღარ გადის ქეთა თოფურია. აი ესეთი ტიპის მომღერლები, ვისაც რუსეთთან კავშირი აქვს და პუტინის კონცერტებზე გამოდიან და აქვთ მკვეთრად რუსული ღირებულებები და მე ვთვლი რომ მათ არც ქართულთან არაფერი შეხება აქვს საერთოდ და ამით მეტიც არც დასავლურ ღირებულებებთან და ამიტომაც ჩვენ ბოლო პერიოდში Killers-ის მუსიკაც ჩავხსენით ეთერში იმ ცნობილი სკანდალის მერე, რაც შეკვეთილში იყო ხო და ეს მერე BBC-მას გააშუქა ეს ამბავი და ერთადერთი ქართული რადიო სადგური ვიყავით, ვინც პირდაპირ თქვა, რომ ეს საქართველოა და არასოდეს არ იქნება რუსეთი ჩვენი მეგობარი, იმიტომ რომ რუსეთი ჩვენი მტერია. აბსოლუტურად გაურკვეველი ვითარებაა სიმართლე რომ გითხრა და ძალიან სამწუხაროა ის რაც ხდება.
ყველა მედიასთან მიმართებაში და ძალიან სამწუხაროა, რომ ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე მთავარი არხის სახით ეთერში აღარ არის. მე ვიყავი ევროკავშირის მიწვევით 2011 წელს მოსკოვში და იქ რასაც ყვებოდნენ ჟურნალისტები იმ პერიოდში. ჩვენ მაშინ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს შევხვდით, სანამ გაიქცეოდნენ ქვეყნიდან და ზოგი მათგანი დღეს ცოცხალი აღარც არის, ხო? ზუსტად იგივე პროცესები ხდება დღეს საქართველოში. რადიო იმიტომ არის მუდამ ცოცხალი იქნება 100 წელია ცოცხლობს და კიდე 100 წელი იქნება მინიმუმ, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი პლატფორმა, რომელიც სტაგნაციები, ასე ვთქვათ, არ განუცდია და ის იქნება სულ ცოცხალი, ხო? სხვა მედია თუ გადაერთო გაჯეტებზე და ბავშვად ტელეფონებზე, ჩვენ FM-ზე ისევ ვართ. თუმცა ვართ ასევე აპლიკაციებზე და შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოგვისმინოთ, სადაც არ უნდა იყოთ ჩვეულებრივი. მადლობთ რომ გვისმენთ, მე რამაზ სამხარაძე ვარ, რადიო იწყება ჩვენით.